მე ვარ ეკატერინე გეგუჩაძე, მხატვარი, ტექსტილის დიზაინერი, თან ინდმეწარმე, რომელიც ჩემი საქმიანობის განხრით მუშაობ, ანუ მაქვს ესეთი სახელოსნო, სადაც ტექსტილზე ვმუშაობთ. არა მარტო მე, არამედ სტუდენტები, ახალგაზრდები, უფროსი თაობის ქალბატონები, პროექტიდაც ჩართულები და პროექტის გარეშედაც ჩართულები. ჩემი საქმიანობა უფრო არის საექსპერიმენტო. მუშაობ ახალი რაღაცების მიღებაზე, თუნდაც ტექნიკით, ან რაღაცა ძველი ტექნიკით, ახალი ფორმებისკენ მივდივარ. სოხუმში მაქვს დამთავრებული სამხატვრო სკოლა, საიდანაც დაიწყო ჩემი რეალურად სიყვარული ხელოვნებისადმი. ძალიან ბევრ ტექნიკას, მაგალითად თექას და პატიკას არანაირად არ ვიცნობდი მაგ დროს, მაგრამ ბიოშიბორს სოხუმის სამხატვრო სკოლაში უკვე ვაკეთებდით. ბიოშიბორი ტექსტილზე კეთდებოდა, აქედან გამომდინარე რაღაც ეს გაფორმებულ უკვე მოხატულ ქსოვილს ვღებულობ. 2004-2006 წლებში ფერცვალების დედათა მონასტერში GTG-ს ჯგუფი თანამშრომლობდა, მხატვრების ჯგუფი თანამშრომლობდა მონასტერთან და იქედან უკვე თექის შესწავლა მოხდა ჩემს მიერ და ბატიკის ტექნიკების ცივისაც და ცხელისაც. მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო ცივ ტექნიკაში ვმუშაობ, ჩვეულებრივად ცხელ ტექნიკასაც ვასწავლე ხოლმე. ეხლა კონკრეტულად მაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა და მოვიგე ეს თავისუფალი კონკურსის თემებით. ბავშვებსაც აინტერესებს, ანუ მე სტუდენტებთან მაქვს ძალიან ხშირი ურთიერთობა და ამიტომ მათაც აინტერესებდა საიდან წამოვიდა იდეა თვითონ ამ თემის. გათანამედროვებული ქართული სამოსი, რომელიც ფაქტიურად რეალურად ძალიან დიდი ხანია საქართველოში დაიწყო, ისიც GTG-ს მხატვრების დამსახურებით იყო თავიდან, სანამ სამოსელი პირველი გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებდით ამ ტრადიციულ ქოქლოებს, ოღონდ ფორმებით თანამედროვე და ეხლა ბავშვებმა გადაწყვიტეს ახალი დეტალების შეტანა. ანუ მხოლოდ ის კი არა, რომ პირდაპირ ფორმა გადმოგვეტანა და თანამედროვედ გაგვეფორმებინა, არამედ რაღაც მაგალითად ჩოხის დეტალი დაგვემატებინა ქოქლოში. ქოქლოს დეტალი დაგვემატებინა კაბისთვის და არა ქოქლო მოსაცმელია. ანუ ეს რაღაც ტრიალი, მაგალითად ჩოხის ერთი დეტალი, შემიძლია გაჩვენოთ, ის მზად არის უკვე. ერთი დეტალი არის მთლიანი ზურგით დაფარული, ჩვეულებრივი პალტო გამოდის, ოღონდ ჩოხის რაღაც ქალის ესეთი მომენტია. საინტერესო გამოვიდა რა, პროექტი გამოვიდა არაჩვეულებრივი. ფაქტურად ვინც ჩემთან გაიარა რაღაცა კურსები, ის იმას თავისი საწარმო აქვს შექმნილი, ოღონდ ახლა ვიწრო, მე ხო დიდ ნაწილს ვიღებ ტექსტილისას, ფაქტურად ყველანაირზე მუშაობ, გარდა მაგისა, ხო გქონდეთ მინაქარი, შუშის ცივი მოხატვა, ანუ არის რაღაცა, რასაც მე ვათავსებ ერთმანეთში, მაგრამ ისინი ირჩევენ ერთ-ერთს, მაგალითად წინა პროექტიდან, აფხაზეთის პროექტიდან, სადაც იყო ეს თემა ლურჯის სუფრის თემა გქონდა, ქვილთი ვასწავლეთ, ერთ-ერთი ქალბატონი სერიოზულად მუშაობს ახლა და აქვს თავისი გააგრძელა, ანუ რა. გააგრძელა ქვილთის ხაზით თავისი სამსახურო ბალიშებს და რაღაცებს აკეთებს. გალიდან არის მომდენადაც ვიცი ქალბატონთან. აფხაზეთიდანაც მყოლია, ანუ ერთ-ერთ პირველ პროექტში, 2019-ში, ორი გოგონა მყავდა, ორი სტუდენტი, რომლებიც აფხაზეთიდან იყო, ერთი ოჩამჩირეში მაცხოვრებელი, მეორე გალში. აღდგა ქართული ქსოვილები, სადაც არის ჩართული რამოდენიმე აფხაზეთი, ანუ აღდგენა ხდება ქსოვილის რითი. ფრესკიდან გადმოტანილი, ანუ ფრესკაზე შემორჩენილი ნახატით, როგორ არის მოხატული თვითონ შესამოსალი. ფაქტიურად ეს არის და ეხლა მე თვითონ მჭირდება ხა თემა დოქტორანტურისთვის და აქედან გამომდინარე აფხაზეთის კუთხიდანაც უკვე ეძებენ ჩემთვის რაღაც ისეთ ნაწილებს, რის გადმოტანასაც შევძლებ უფრო ფართოდ. ანუ ის ხო იყო ვიწრო რაღაცა ეხლა და ეხლა უფრო მეტი რო იქიდან იყოს.
სიძნელე თუ არ გადალახე, რეალურად ვერ იღებ იმას, რა შედეგიც გინდა რომ მიიღო. ფინანსური თვალსაზრისით რთულია ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რომ საექსპერიმენტო თუ პროექტის სახით არ დაფინანსდა, ძალიან ძნელია ხა საექსპერიმენტოს შეიძლება გამოგივიდეს, შეიძლება არ გამოგივიდეს. რეალურად ამაში ძალიან მაგრად ხელი შემიწყო საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საქართველოს თბილისის მერიამ და აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ ამ სამ უწყებასთან ურთიერთობდა ეტაპობრივად, ანუ ზოგი რომელ წელს ჩემს ექსპერიმენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ამართლებს ჩემი ექსპერიმენტები, ფაქტურად მათი დამსახურება, რომ მე შევძელე ამ ექსპერიმენტების ჩატარება და ახალი რაღაც მიმართულების მიცემა თვითონ კონკრეტულ ტექნიკაში. ჩემი კონკრეტული მიზანი არის რაღაც ახალი შემოტანა და პირველ რიგში ახალგაზრდობას რო უყვარდეს ქვეყანა. ანუ ხვდებოდნენ, რომ როგორც მე ვთვლი, რომ გამიმართლა, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და უმეტეს აფხაზეთში. ასე მინდა ყველა იყოს. იმიტომ არის, რომ ისეთ ჩაცეკვული ვარ ქართულ ორნამენტზე, რომ დავანახო ბავშვებს რამ ხელოსტალობა, იმიტომ რომ ეს ორნამენტი მხოლოდ ნახატი არ არის. ანუ ამაში იმალებოდა ის ინფორმაცია, საკრალური ინფორმაცია, რასაც თვითონ კუთხეების მიხედვით გვაქვს განსხვავებული ორნამენტები. იმ კუთხისთვის მახასიათებელი წესჩვეულებები დევს რა თითოეულ ორნამენტში და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ახლა ჩემი სტუდენტებისთვისაც ზუსტად ვიცი, ვინც უკვე მყავს სტუდენტი და გაიარა რაღაცა კურსი, აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მაგარია საქართველო. მაგრამ ხო გეუბნებით, მართლა იქ პრობლემაა ახალგაზრდობაში, რომ ცოტა ის, როცა გიყვარს შენი საქმე, ყველაფერს აღწევ. არის ძალიან ბევრი თუნდაც ფინანსური, თუნდაც არაფინანსური, თუნდაც გვერდით ამოდგომის, თუნდაც არ ამოდგომის. მაგრამ არ უნდა დაყარო ფარხმანი, ბოლომდე უნდა მიყვანო მაინც ყველაფერი.